მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ 2014 წლის 15 ივლისს შემოსული შეტყობინების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რომელიც გულისხმობს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას. კვალიფიკაციასთან დაკავშირებით გავაკეთებთ განმარტებას და გეტყვით, რომ გამოძიება იწყება იმ ინფორმაციის და შეტყობინების საფუძველზე, რომელიც არის შემოსული სამართალდამცავ ორგანოებში და თუ კი გამოძიების პროცესში გამოიკვეთება საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და სახეზე გვექნება სხვა დანაშაულის ნიშნები, მოხდება ქმედების გადაკვალიფიცირება და სხვა მუხლით დაკვალიფიცირება. ამ დროისათვის ხდება სხვადასხვა საგამოძიებო ვერსიების შემოწმება და წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება, რომ სახეზე გვაქვს თვითმკვლელობა, მკვლელობა ან უბედური შემთხვევა არის ნაადრევი. საგამოძიებო ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს. ამ დროისთვის ჩატარებულია უკვე არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილის ძმის მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული არის ცეცხლსასროლი იარაღი, გასროლილი მასრა და იარაღის მჭიდში მოთავსებული ვაზნები, დანიშნული არის ექსპერტიზები, დაკითხული არის არაერთი მოწმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთებში ხდება ამოღებული ვიდეო მასალის გაშიფრვა საგამოძიებო ორგანოში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებს თვითონ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი, რომელსაც პროკურატურა მისცემს ყველა საშუალებას, რათა მან სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა ამ ექსპერტიზაში და მას გადაეცემა საქმის მასალების ყველა ასლი. წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება განმეორდები და ვიტყვი, რომ არის ნაადრევი. ჩვენ მუშაობთ ყველა საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად და მას შემდეგ, რაც მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნებს, გვეცოდინება დამატებითი დეტალები ამ საქმის და საზოგადოებას დამატებითი დეტალების შესახებ ჩვენ პერიოდულად მივაწოდით ინფორმაციას. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა კიდევ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება? ანუ თავდაპირველად როგორც აღნიშნეთ, უნდა ითქვას ის, რომ წინასწარ რაიმე დასკვნის გაკეთება არის ძნელი და ნაადრევი, ანუ არ უნდა მივცეთ შეფასება, რომ ეს იყო გინდა თუ არა თვითმკვლელობა ან მკვლელობა ან უბედური შემთხვევა. ამ წუთებში ხდება მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მას შემდეგ, რაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, მერე უფრო სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა შეგვეძლება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. იარაღს და ჩანაწერებს მაღაზიიდან თუ არის ამოღებული რაიმე მოგახსენებთ, რომ ამოღებულია ყველა ვიდეო მასალა, რომელიც დააფიქსირა კამერამ და ტექნიკურმა მოწყობილობამ მოახდინა მისი შენახვა და ამ წუთებში ხდება ამ ვიდეო მასალის გაშიფრვა საგამოძიებო ორგანოში. მაღაზიის კამერაზეა საუბარი, ამოღებულია ყველა ის ვიდეო მასალა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააფიქსირა ვიდეო კამერებმა. ანუ საცხოვრებელი სახლიდანაც და მაღაზიიდანაც და იარაღს რაც ეხება საუბარია, რომ მან CZ ტიპის იარაღი შეიძინა. ამ იარაღიდან არის გასროლა მოხდა დადასტურებული. გასროლა მოხდა თუ არა ამ CZ ტიპის იარაღიდან, რომელიც შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა, ამას დაადგენს ექსპერტიზა და ექსპერტიზა უკვე დანიშნული არის და ჩვენ უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს. მკვლელობის ვერსიაზეც თუ მუშაობს? მკვლელობის ვერსია ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, რომელიც შეიძლება დაიბადოს ამ საქმესთან დაკავშირებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვაქვს სახეზე. მათ შორის ამ ვერსიაზე. ყველა ვერსიაზე. მაღაზიის კადრებს რაც შეეხება, არის შენახულის კადრებს აწეროს მიდის და ყიდულობს, ეს შენახულია თუ წაიშალა ეს უნდა. თუ რა არის დაფიქსირებული ვიდეო მასალაში, ამჟამად ხდება მისი გაშიფრვა საგამოძიებო ორგანოში და მე უფრო დამატებითი დეტალები გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩანაწერი არ არსებობს ავტოფარეხის, ანუ სადაც მოხდა უშუალოდ ეს და თუ ადასტურებთ ამ გეტყვით, რომ ყველა ის ვიდეო მასალა ამოვიღეთ, რომლის შენახვაც მოხერხდა. არის გარკვეული ვიდეო მასალა, რომლის ამოღებაც ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა ტექნიკური მოწყობილობიდან გამომდინარე. კონკრეტულად ეხა რომელი კამერები არის, ესე დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ ყველა ვიდეო მასალა ამოიღო საგამოძიებო ორგანომ და გადაამოწმა, რომლის ფიზიკურად რომლის შენახვაც მოხერხდა ამ დროისთვის. იარაღის ექსპერტიზა როდის არის დანიშნული? დანიშნული არის უკვე იარაღის ექსპერტიზა და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს. როდის შეგიძლიათ კონკრეტულად? ტარდება უკვე თუ უნდა ჩაწეროს? გადაგზავნილი არის და იწყება შესაბამისი პროცედურების ჩატარება. ანუ დარასტებით შეგვიძლია თქვა, რომ მაღაზიიდანაც ამოიღეს, ფარეხიდანაც ამოიღეს, ან ყველა აქედან ყველა. მას შემდეგ, რაც გავშიფრავთ ვიდეო მასალას, ვნახავთ თვითონ კადრებს, რომელიც ვიდეო მასალაში არის დაფიქსირებული, მე ზუსტად გვეცოდინება თუ შემთხვევის ადგილის რა მონაკვეთებს აფიქსირებს ეს ვიდეო კამერები. და რაც შეეხება იარაღის რეგისტრაციას, თუ გაქვთ დოკუმენტები, რა დოკუმენტებითაც იყიდა კიწმარიშვილმა ეს იარაღი? გამოძიებით უკვე დგინდება საქმეზე მოპოვებული მასალებით, რომ ეს იარაღი მის მიერ არის შეძენილი.
იმ დღეს ხო